განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ჩვენი სტუმრებით, რომ გავიცანით ეს ერთი შესანიშნავი ანსამბლი, სტუმრები ახალქალაქიდან და ბატონი გიორგი მეტრეველი, რომელიც აი ესეთ რეგიონში ისეთ ქართულ საქმეს აკეთებს, ნამდვილად დასაფასებელია. ზუგდიდი քաղաքում მაիսի կազմակերպության փառատոնային շարժման շրջանակներում տեղի ունեցավ վրացական բառերի միջոցառում համերգի բացմանը պատիվ եղավ Ախալքալակի Մուրջի ժողովրդական բարի համույթի առաջին ներկայացնելու պարային համարը։ Մասնակցում էին Վրաստանի տարբեր մունիցիպալիտետների բարի խմբեր։ Սա Վրաստանի 17-րդ բարի փառատոնն էր, որտեղ մասնակցում էին ավելի պրոֆեսիոնալ խմբեր, մեծերի եւ փոքրերի։ Մեծ խանդավառությամբ էին ընդունել Մուրջի բարի համույթին Զուգդիդի մեծ բեմին։ Խումբը իր մասնակցությամբ հանդես է եկել 4 պարային համարներով, որը հաջողությամբ ավարտվել պատանի խմբերի ներկայացումը։ Մեծ պատիվ էր, որ Մուրջի համույթը ներկայացրեց Ախալքալակի վրաց բարի խումբը ներկայացնելով Ջավախքը։ Փառատոնից հետո սաների համար կազմակերպել էին էքսկուրսիա Զուգդիդի Դավիթ Տատյանի անրոց թանգարանում, որը հագեցած Մուրջի խումբը վերադարձավ դիպլոմներով, մեդալներով ու գավաթով։ Დღევანდელი ჩვენი ფესტივალის ბოლოს ფინალი ყველა ხელმძღვანელი ჯილდოვდება დიპლომებით და თასებით. დავიწყოთ. ბატონი გიორგი მეტრეველი. პირველად ისტორიაში, ჩვენი ანსამბლის ისტორიაში, ამ ფესტივალის ისტორიაშიც პირველად მოხდა ჩვენი ქალაქიდან, რეგიონიდან, ქალაქ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის ჩასვლა და მონაწილეობა ამ ფესტივალში. მინდა მადლობა უთხრა საორგანიზაციო ჯგუფს, მათ შემოქმედებით ჯგუფს, ასეთი გულთბილი მიღებისთვის, დაფასებისთვის, ყურადღებისთვის. პატივი გვერგო რომ ეს ფესტივალი გაგვეხსნა ცეკვით და ასევე დაგვეხურა ცეკვით. საკმაოდ მაღალი დონის ანსამბლები მონაწილეობდნენ, ადგილობრივი კულტურის ცენტრის და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულები, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ერთმანეთს საშუალება იყო რომ ერთმანეთის ცეკვა ენახათ ბავშვებს და ჩვენს მოცეკვავებზეც რა თქმა უნდა დიდი გავლენა იქონია, საკმაოდ სტიმულის მომცემი იყო მათთვის, მათი აი ესეთი მაღალი დონის ოსტატობის, საშემსრულებლო, ტექნიკური მხრივ ნახვა ამ ცეკვების და ფიქრობ რომ უფრო მეც ვიმუშავოთ ჩვენ თავზე, უფრო წინსვლა გვექნება, განვითარდებით და სასიხარულოა რომ ესეთ რეგიონებში ტარდება ასეთი სახის ფესტივალები. ზუგდიდში პირველად ვიყავით კონცერტი ჩვენი ანსამბლი და ზუგდიდის მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი მურჯი 4 საკონცერტო ნომერი წარსდგით მაყურებლის წინაშე. აქედან 2 ცეკვა იყო პრემიერა, ანუ სადებიუტო. პირველად გავიტანეთ კონცერტზე ეს ცეკვები, ახალი დადგმები გვაქვს ჩვენს რეპერტუარში და ეს დადგმებია ნარნარი, რომელიც საშუალო ჯგუფის ანსამბლის საშუალო ჯგუფის მოცეკვავებმა შეასრულეს და დიდებიდან ქონდა ახალი დადგმა ცეკვა სვანური ცეკვა ფერხული დალაკოჯას ხელღვაჟალე და აქ ამ ფერხულზე რა თქმა უნდა გადავავით შემდეგ სვანური ცეკვა ცერული და აი ამის პრემიერა შედგა ქალაქ ზუგდიდში ამ 2 ახალი ცეკვის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. მადლობა ღმერთს და მაქსიმალურად შეეცვლნენ ბავშვები გაეკეთებინათ სცენაზე ყველაფერი, მაქსიმუმი დადეს, გულითადად იმუშავეს და ფიქრობ ასახელეს ჩვენი ქალაქი, რეგიონი და ანსამბლი. მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ინგა გაგუას ამ საფესტივალო ორგანიზაციის აისის დამფუძნებელს და აი ამ ლამაზი კონცერტისთვის, ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ ზუგდიდში პირველად წარსდექით ამ კონცერტზე და მივიღეთ მონაწილეობა ფესტივალზე. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის, რათა შეეძლეს ბავშვებმა ამ
კონცერტზე, ფესტივალზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლობა მშობლებს ეკუთვნით, ვინაიდან ამ შუა ჯგუფის ბავშვებიც და უფროსი ანსამბლის თაობაც გაერთიანებული, ესე იგი ძალებით, ძალისხმევით შევძელით ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება. რესპუბლიკური ფესტივალი საქართველოს ლავრს დიპლომით ჯილდოვდება ნარე ფაკულტეტი.